როგორ ახარ რუალი, აბა რა ხდება? კარგად, მგონია რომ დღეს ყველა ძალიან კარგ განწყობაზე ვართ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ამბებია საერთოდ მსოფლიო ფეხბურთში და ჩვენთან ზუსტად ასე არის. ნამდვილად. არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად. კი, რა თქმა უნდა და სხვათა შორის ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ დღეს. აბა გისმენთ. ფეხბურთი მხოლოდ ფიზიკურ გამძლეობა არ არის. ჩვენს ტრადიციულ სილამაზის რუბრიკაში დღეს გვინდა შევეხოთ იმას, რაც სპორტსმენს მოედანზე ყველაზე მეტად ალამაზებს. ეს არის თავდაჯერებულობა, მენტალური სიმტკიცე და ემოციური ბალანსი. დიდი გამარჯვებების მიღმა ყოველთვის უდიდესი მენტალური შრომა დგას. ამიტომ სპორტული ესთეტიკისა და ჩემპიონების ფსიქოლოგიური საიდუმლოებების შესახებ ჩვენ სტუმართან ერთად სპორტის ფსიქოლოგთან ანა არველაძესთან ერთად ვისაუბრებთ. ანა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩვენც. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. მოდი დავიწყოთ, გადავიდეთ ჩვენს თემაზე. ადამიანები ხშირად ვარჯიშს იწყებენ გარეგნული ეფექტისთვის და კალორიების დაწვისთვის. ძირითადად ასე ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. თუმცა, როგორც სპორტის ფსიქოლოგი, ალბათ ამეთანხმებით, რომ სპორტი მხოლოდ სხეულს არ ცვლის, ის ცვლის მენტალობას. რა კავშირია გარეგნობასა და ფიზიკურ აქტივობას შორის, თუ შეიძლება რომ მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს? სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებას, მათ შორის ამ მოსაზრებას ამყარებს არაერთი სამეცნიერო კვლევა. ჩვენ ვიცით, რომ ვარჯიშის სარგებელი არის უბრალოდ შეუფასებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკური ჯანმრთელობის მთავარი ღერძია და ფუნდამენტია, გარდა ამისა სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებს იწვევს, რომელიც ადამიანს ეხმარება გაცილებით უფრო იმუნური იყოს ყოველდღიური სტრესის მიმართ და სხვადასხვა ვირუსული ინფექციების მიმართ, თუმცა გარდა ამისა ახანგრძლივებს მნიშვნელოვნად სიცოცხლის ხანგრძლივობას და ახალგაზრდავებს ადამიანს, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც იწყებს ფიზიკურ ვარჯიშს, საკმაოდ ისეთ ხანდაზმულ ასაკშიც კი შესაძლოა ესე ითქვას. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. თუ ჩვენ შევხედავთ ვარჯიშს როგორც სხვისთვის შთაბეჭდილების მოხდენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრიბუტს და თუ ჩემი მიზანი დავიწყო ფიზიკური აქტივობა იქნება ის, რომ ვინმეზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოვახდინო, ეს იქნება ძალიან დროებითი ეფექტი, რაღაცნაირი კამუფლაჟი შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენო, რაღაცა აბსოლუტურად დროებითი ეფექტი, იმიტომ რომ მთავარი შვენიერება, მთავარი სილამაზე ყოველთვის მოდის შიგნიდან. თუ ჩვენ შევცვლით მოტივს და ვიტყვი, რომ ჩემი ფიზიკური აქტივობა არის საკუთარ თავზე ზრუნვის გამოხატულება და თუ შევცვლი შინაარსს, აი მოტივაციის მთლიან შინაარსს და ვიტყვი, რომ აი ამ აქტით, აი ამ მცდელობით, ამ ძალისხმევით მე ვზრუნავ საკუთარ თავზე, აი ამ ზრუნვას შეუძლია დამეხმაროს დროებითი მშვენიერების მიღმა, ჩემში გამოაღვიძოს ის მადლიერების განცდა, ის სიღრმე, რომელიც ახლავს ყოველთვის საკუთარ თავზე ზრუნვის აქტს, შეიძლება ესე დავარქვათ, და ამ შემთხვევაში ეფექტი იქნება ძალიან ღრმა და ხანგრძლივი. გასაგებია, იმიტომ რომ ვიზუალთან ერთად ჩვენი მენტალობა შეიცვლება და აუცილებლად უფრო ლაღებიც ვიქნებით და ჯანმრთელებიც. ხო, ჩვენთან კავშირი არის ეს. კი, მნიშვნელოვნად აბსოლუტურად. უბრალოდ აი აქ არის ხო აი დროებიცა და ფუნდამენტურს ხანგრძლივს შორის ძალიან დიდი განსხვავება. კი. აი, როცა ფეხბურთელი მოედანზე თავდაჯერებული გადის, ეს მის ყოველ მოძრაობაში ჩანს ისედაც, ხო? აი, როგორ გადავიტანოთ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ მეტად თავდაჯერებულები ვიყოთ? ხშირად დაინახეთ ჩვენ თითოეულ დღეს ვუყურებთ როგორც პროექტს. აი ესეთი ახმა გვაქვს, რომ დღევანდელი დღე არის ჩემი პროექტი და რამდენად ეფექტური, რამდენად პროდუქტიული ვიქნები აი ამ პროექტის ჭრილში, ამით ვაფასებთ საკუთარ თავს და ჩვენი თვითშეფასება და თავდაჯერებულობა ხშირად აი ძალიან სიტუაციურია. ანუ ის არ არის რაღაცნაირად მიუხედავად იმისა, რომ დღეს არაპროდუქტიული ვარ, ჩემი თავდაჯერებულობა არ რჩება ძირითად შემთხვევაში იმავე ნიშნულზე. ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ყოველდღიურ რეჟიმში გვჭირდება, ეს არის აღნიშვნა იმ მცირე პროგრესის, რომელიც აი თქვა დილით ადამიანმა გაიღვიძა დაღლილმა, მაგრამ მიუხედავად ამისა ის საკუთარ თავს შინაგანი რაღაცა დამამცირებელი ფრაზებით კი არ მიმართავს თუ პროექტის ჭრილში მიშრცი რომელიმე დღე წარუმატებელია. მაგალითად ვერ შეძლო დაგეგმილი აქტივობების შესრულება. კრიტიკულად არ უნდა მიუდგე, ანუ
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შინაგან საუბარს, რა ტონით, რა ტემბრით, რა შინაარსით, როგორი დამოკიდებულებითა და ანდახან ისევე ჩხუბები ხოლმე ამას. აი ეს შეიძლება ნამდვილად იმიტომ რომ რაღაცნაირად შემდეგ ეგ ხდება ჩვენი დომინანტური, ანუ წამყვანი რეაქცია და დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ და რაც უფრო მეტად გვეხმარება, ეს არის ნება დავხტოთ ხანდახან საკუთარ თავს მოდუნების და ეს დანაშაულად არ ჩაუთვალოთ, უბრალოდ ჩაუთვალოთ, რომ ის იქნება ის კონკრეტული დღე ჩემთვის სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და რაღაცნაირად ძალების აღდგენის დღე იყო და არა მარცხის და არა წარუმატებლობის. ამიტომ აი ამ საკუთარ თავთან დამოკიდებულება ამ შემთხვევაში იმისთვის რომ გქონდეს ჩვენ ისეთი ძლიერი საყრდენი არის გადამწყვეტი. ქალბატონო ანა, ყველა გუნდს ყავს თავისი კაპიტანი, რომელიც აი კრიზისულ მომენტში ამხნევებს თავის გუნდის წევრებს. ჩვენ შემთხვევაში აი ვინ არის ის კაპიტანი, ვინც აი мотиваციას გვაძლევს. ნახეთ როგორი მომენტია. არსებობს ორი ტიპის კაპიტანი. ერთი არის ლეგიტიმური კაპიტანი, რომელიც ვიღაცამ აირჩია, არა იმიტომ რომ განსაკუთრებული პიროვნული თვისებები ჰქონდა. ვინც мотиваციას გვაძლევს, ხო? არამედ უბრალოდ აირჩია არჩეული ლეგიტიმური კაპიტანი. ასევე უბრალოდ ბოდიში არსებობს ლეგიტიმური კაპიტანი, არსებობს არჩეული, დანიშნული კაპიტანი და არჩეული კაპიტანი. დანიშნულ კაპიტანს შესაძლოა არანაირი კომპეტენცია არ ჰქონდეს, არანაირი პიროვნული თავისებურებები არ ჰქონდეს, მაგრამ ის დანიშნეს ჩემს კაპიტნად და ის უნდა იყოს კაპიტანი. მეორე შემთხვევა არჩეული კაპიტანი, როდესაც ის აი ამ პიროვნული თავისებურებებით, აი ამ გამოცდილებით, მისი მორალით და ღირსებით და სხვადასხვა პუნქტებით არის ჩემი კაპიტანი, ის მე ავირჩიე. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს თავისუფლება ავირჩიო, როგორი იქნება ჩემი შინაგანი კაპიტანი. აი ფეხბურთში მაგალითად ძალიან ხშირად ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ არირჩევენ საუკეთესო მოთამაშეს. შეიძლება საერთოდ არ იყოს საუკეთესო მოთამაშე, მაგრამ აი რომელიც ამხნევებს ადამიანებს. ზუსტად სპიკერი აი მოსაუბრე, რომელიც იმდენ რაღაცას ეუბნება გუნდელებს, რომ შეიძლება ისინი გავიდნენ და ყველა და ყველაფერი დაამბობს. ფსიქოლოგის ფუნქცია აქვს რეალურად. აქ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნახეთ, არასოდეს კარგი კაპიტანი არ ყვირის. მისი მთავარი ხმა არ არის ის, რომ სადამდე შეუძლია ბოლომდე მიყვიროს, აი ამ ყვირილითა და ემოციითა და აგრესიით მომიწოდოს იმ მიზნისაკენ გამახედოს, რომელიც საერთო მიზანიც გვაქვს. აგრესიას შემდეგ მათ რა. ნამდვილად ნახეთ რა არის ჩემი შინაგანი მთავარი კაპიტანი უნდა იყოს ის კაპიტანი, რომელიც მარცხის, დაცემის და გამოუსწორებელი შეცდომის დროსაც მოვა მხარზე ხელს დამატებს და მეტყვის რომ წამოდექი თამაში არ დასრულდა. კი, აი ზუსტად ეს უნდა იყოს ჩემი ეს უნდა ავირჩიო ეს ჩვენი არჩევანი. მე ვირჩევ ესეთი შინაგანი კაპიტანი მყავდეს. ხო. რა არის ის სამი მთავარი ოქროს წესი, რომელიც გვეხმარება мотиваციის შენარჩუნებაში? ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი გამომდინარე იქიდან, რომ არა ერთ ძალიან ძლიერ წარმოუდგენლად ნიჭიერ სპორტსმენთან მქონია შეხება, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც მეხმარება დავაბრუნო და მისი ყველა რესურსის გამოყენებაში დავეხმარო, ეს არის გავახსენო საიდან მოდის. ეს რას ნიშნავს? პირველი ყველაზე მთავარი წესი არის გვახსოვდეს საიდან მოვდივართ. მახსოვდეს ჩემი წარსული და იმ დღიდან, როდესაც მე ან სპორტში, ან უბრალოდ ცხოვრებაში დავიწყე რაღაცა მიზნისაკენ სვლა, რამხელა პროგრესი განვიცადე და რამხელა ძალისხმევა, რამდენი მსხვერპლი, რამდენი დაკარგული ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრების ნაწილი დამიჯდა იმ შედეგამდე მოსასვლად, სადაც ახლა ვარ. მე თუ ყოველთვის მახსოვს საიდან მოვდივარ, ეს მეხმარება რთულ პერიოდებშიც შევახცენო საკუთარ თავს ჩემი მიზანი და დავიბრუნო ის мотиваცია, რომელიც საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიასთან მიმიყვანს. პირველი წესი ჩემთვის ეს არის. მეორე მნიშვნელოვანი წესი ალბათ არის ის, რომ ვაღიარო და შევამჩნიო თუნდაც უმნიშვნელო პროგრესები. თუ მე ვერ ვხედავ ელემენტარულ, ძალიან მინიმალურ პროგრესს, მე გამიჭირდება мотиваციის შენარჩუნება, იმიტომ რომ მექნება მუდმივად განცდა, რომ ჩემი მცდელობისა და ძალისხმების მიუხედავად ვერაფერს ვერ ვცვლი, არაფერი არ უმჯობესდება. ამიტომ მინიმალური, ძალიან მცირე პროგრესის შემჩნევა, აღიარება და დაფასება ხანდახან არის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მესამე ალბათ არის ერთგულება იმ შინაგანი მთავარი მოტივის, რომელი მოტივიც ადამიანს ყოველი
დილის გათენების და ამ დღეში და ამ დილაში და ამ რაღაცა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბოძებულ დროში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიასთან მისვლაში ახლა. ეგ არის მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა ანა, რომ იყავი ჩვენთან, ჩვენი სტუმარი. გემშვიდობებით და შემდეგ ხუთშაბათს ტრადიციულად შევხვდებით. მადლობა. მადლობა.